იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. კონფლიქტი ბაზარში. აბა როგორ მოგწონს ახალი ბაზარი მითხარი? კარგი ბაზარია, მაგრამ წინა ჯობდა რო არ დამწვარი იყო. მოიცა კაცო, წინა დაიწვა? კი არ დაიწვა, შტერო დაწვეს. რა ფასში დაწვეს ხო არის? ვიცი რაღაცა სიმბოლურ ფასად ეხლა როგორც ხდება ხოლმე, ერთლარად როგორც ვიცი. ესე ვფიქრობ მე. კი გადმოგვიყვანეს ეხლა ამ ბაზარში, კი არის ჩაწკრიალებული, მაგრამ რა გინდა? ხალხი არ მოდის, კლიენტი არ აყვავს. იმიტომ რომ ბაზრის სუნი გვაკლია, ბაზრის სუნი ის თავისი ბაზრის სუნი და ხალხს გონია რომ მარკეტში უმუშაობთ. აბა, ვერაფერს ვერ ავყიდი. მეც მაგას არ ვიძახი მერე. მეც მაგას გეუბნები, მაგრამ შენ გინდა ევროპა და ევრორემონტი და სიცივე და იწუწუნე ახლა კლიენტებზე. შენ გინდა ევროპისკენ და შენი ევროპა სიცივე და ევრორემონტი. გამაგებინე, ხალო ერთი წუთი, შენ არ გაწუხებს ამ რუსულ კანონს რო იღებდნენ, მართლა რა შტერი ხარ, ხა? ხალო, მე რატო უნდა მაწუხებდეს რუსული კანონის მიღებ? მე რაში მეხება საერთოდ ეგ კანონი? ეგ კანონი არის იმისთვის, რომ გამოავლინონ უცხოელი აგენტები. რას მოდიალობ, გოგო, შენ გამაგებინე. მე შენც აგენტი გამოდიხარ, შენ შტერო, შენ. მე რანაირად გამოდივარ, გოგო, აგენტი? რანაირად გამოდიხარ და კიტრი და პამიდორო გიდევს, მან და ყიდი და 20% თურქეთიდან შემოგდის. რა გამოდის, ესე იგი, რომ თურქეთის აგენტი ხარ შენ პირადი. ნუ ბადიალობ კი არა, გადიეთი ჩეტ-ჩეტი. ეგეთი ტვინ გამორეცხილები ხარ, თელი კოცები შენიანები. და შენ კოცებს რო ახსენებ, წყალი გამოივლე პირში. აი, მიკბინეთ აგენ, მიკბინეთ, შტერებო თქვენ. არ გინდა ახლა ეგეთი ლაპარაკი, ისედაც გულზე ვარ გამსკდარი კლიენტი არ შემოდის არავინ, ვერ კლიენტი ვარ შემოდის, ხალო, ცეცხლის ფასი რო გიყიდია, დააგდე ფასი. ან დააწერე სეილი, ან რაღაცას აქცია დაადე. რავასო აქცია და სახელმწიფოს გადატრიალება გელანდება, ხალო, შენ. აი, შტერი, საწახვედი, ხალო, რა შუაშია იმ აქციას, რას დამიკავშირე? ამ აქციაზე გეუბნები, რომ დააგდეთქო ფასი, მაგრამ შტერი ხარ და რაზე უნდა გელაპარაკო, შენ. ვაი, გენაცვალეთ, ჩემო ახალგაზრდებო. თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო, აი ეგრე. ხო გააბრუნეთ უკან ეს რუსული კანონი, ჰა? უყურე რა გააკეთეს ჩვენმა ბავშვებმა. როგორ მაგრად იდგნენ, ჰა? არ მიყურებია. რატო მერე, რატო არ უყურებ? მე ხო ტელევიზორს არ უყურებ. რას ლაპარაკობ, კაცო? რამდენი ხანია რაც ტელევიზორს არ უყურებ? რა ვიცი მე, ბიძინა მიყვარსო, აიყვანეთ სამდე და რა ვიცი, მაგისი მონამორჩილი ხარ და სადნახე ერთი ეს ბიძინა გამაგებინე. აქ მოვიდა და ბანანი იყიდა შენთან, თუ ტელევიზორს არ უყურებ, ჰა? მე კი ვიდექი აქციაზე, ასე, ახელებ გაშვილი. რა ქენი, მე რო იდექი აქციაზე, სატანის ფორმა გეცვა ალბათ, თან. აქციაზე იყო. ხო დაგარბიეს მე როგორც საჭირო იყო, ისე ვენაცვალე მაგ რობოკოპებს. ვაი! ვენაცვალე მარჯვენაში ყველა. აგერ მიკბინეთ შენ და რობოკოპებმა, აგერ. ყველა ერთიანა. თუ ადგილი არ გეყოფათ კიდე ვიციქრებიან გამოვიში. არიცი შენ, აგერ. არიცი, არ იყო ეგ რუსული კანონ პროექტი, ეგ იყო ამერიკული და კანადური. უნდა მიგვეღო ეგ კანონი, რომ მე ღირსეულად შევსულიყავით ევროპაში. არა, ევროპა უღირსიაო, რო კითხო და შენ რატო შედიხარ ღირსებით ერთი გამაგებიდე, ხალო, ჰა? რაიმე თავი დამანები აქ, შტერი ხარ შენ, ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ მე ხო მაინც ვაზროვნებ და დამანებე თავი თუ ხალი ხარ ერთი რა. ხო, შენ არ იძახი ევროპაზე, ფინანსურად გვეხმარებაო, ხო იძახი? ვიძახი მერე? ხო. მერე რო ვიძახი, მერე რატო არ დახლის მოსაკრებელი გადახდილი? რანაირად უნდა მქონდეს, ხალო, გადახდილი კლიენტი არ ამყავს საფთოში და ვერ გადავიხადე. ხო, მე რატო გადავიხადე დახლის მოსაკრებელი? რა ვიცი, მე რატო გადაიხადე? იმიტომ რომ რუსი ტურისტები რომ მოდიან, შენ ეჩხუბები, მერე მოდიან ჩემთან ეს რუსები და ჩემთან ყიდულობენ ყველაფერს და შენ გადაგიხადოს ახლა დახლის მოსაკრებელი მაკრონმა რო აქ წაგდებული ენა. დედა. ხალო, ერთი წუთი შეკვინ გამორეცხილო შენ, ესეთები რო ხარ, კი ვიცი, მაგრამ რატო ჯობია რუსეთი ევროპას გამაგებინე? ამიხსენი ვერ გავიგე მე. რატო და გაიხედე, ხალო, ირგვლივ რამდენი რუსი ტურისტი დადის? მასე შეშტერო რუსი რო დადის, ევროპელების ბევრი დადიან და მაგას რატო არ უყურებ? ხო, მაგრამ მომისმენი ახლა ვაღიაროთ, რომ ჩვენმა თაობამ რუსული უფრო კარგად ვიცით.
რა რუსული იცი? მე უფრო კარგად ვიცი. განა რა რუსული იცი? შენც ახლა კლიენტი რომ მოგდის აქ ტოლსტოიზე და ჩეხოვზე ელაპარაკები რა. რა თუნდა მაგას რუსული სკოლკა стоит 3 ლარი. კრაინაია ცენა 2 ლარი. ედამწვანილი სკოლკა стоит. მაგზე მე ვიცი ყველა ენაზე ვლაპარაკო. ბათერაზე ვილაპარაკებ მასე. შტერი ხარ შენ, შტერი შენ. ჩლუგო twin გამორეცხილებო თქვენ ყველა რო ერთმანეთს შტერები და ევროპა არიან ჭკვიანები ხო? ევროპა და ევროკავშირი არიან ჭკვიანები. შენ მომისმენი ახლა. გარყვნილი ევროპა სულ არ მინდა მასეთი ევროპა. ვიყო გარყვნილი. მე ვიყო ევროპა თუ არ გინდა ქალბატონო რატო სწავლობ შენი ნინიკო გერმანიაში მითხარი ახლა. ახლა მე ვამბობ რომ ევროპა არ მინდა თქო თუ არა ევროპული განათლება მინდა. თან ჩემი ნინიკო გენაცვალა იქ გერმანიაში დადის უნივერსიტეტის სახლი. იქ რაღაცა ხალხში კი არ იზილება და კი არ ირყნება რომ მე აქ გარყვნილება ჩამომიტანოს ჩემ საცოდავ ქვეყანაში. ევროპა თუ არ გინდა შენ ქალბატონო მაშინ ნუღა გაყიდი იმერულ ყველს. დამთავრებული ამბავი. ევროპა და იმერული ყველი რაღაც შუაშია. ევროპასა და აზიას საზღვარი ლიხის ქედზე გადის და ეს ყველი გამოდის ევროპული. ასე რომ გადმოწი აქ და აღარ გაყიდო. სულ არ გავყიდი ამ გარყვნილ ყველს მაშინ და მოგიტან შენ და შენ გაყიდე. შტერო შენ. კი ბატონო მე ვიქნები ევროპელი. შენ აქეგდე. შენი ხავი აქ. ნუ მიწევ თქო გეუბნები ახლა მე შენ. ნუ მიწევ თქო გეუბნები. არაფერს არ გიწევ. არაფერს არ გიწევ. უბრალოდ განიშნებ იმისკენ რომ პირდაპირ ევროპისკენ გაქვს გზა. ბარემ ევროკავშირის დროშა ვარსკვლავებიანი ხო არ დავკიდოთ აქ? დაღზე წინ. რატო არ მოგწოს დროშაზე ვარსკვლავები ერთი ამისელი? რა მოსაწონია? მე ვიცი შენ თუ არ იცი, იმიტომ რომ ის გენერალი რო ყავს, საყვარლები, აკროპაგონები აქვს. ბევრი ვარსკვლავები რო აყრია, ეთყობა ის გირჩევნია, იმ საყვარლის გირჩევნია. გავა, რას გოდია? რა მიგონი ახლა? რა მომიგონე, ქალო ერთი გამაგებინე, რასაც თქვენი ტროლბოტები ჭორებს იგონებენ, ერთი ფეიკი ნიუსი მეც მათქმევინე, დიდი ამბავი. ნუ ახლა გეყო სიცოდე, თორე ეს ციტაკა თუ გავხსენი წყალში და შეგასხი სახელში და თვალებში მერე ნახავ შენს. გათახსირებული ხალი ხარ, ბოლი ხო გამაუჩი უკვე და ეხლა ციტაკა შემასხი. ვაი, გენაცვალეთ ახალგაზრდებო, თქვენ გენაცვალეთ შვილო, რა მაგრათა მოჭიმეთ ოცნება, აეგრე, აი? შენი ჭირი. აი ეგრე, ხო? შენი ჭირი მე ექშენი ახალგაზრდობა იყო ბნელი ძალების მართული. ვიღაცა კუბილიუსების და ვიოლა ფონ კრავონების მიერ იყო მართული, იმიტომ რომ მაგათ უნდა ჩვენი საცოდავი ქვეყნის მითვისება, მაგათ. შეშტერო, მაკუბილიუსმა გავიკეთა უვიზო რეჟიმი, შენი და რომ ეხლა წაბრძადებულია ავსტრიაში და იქიდან რომ გიგზავნის ფულებს და ამოთხულეფილი რო გაქვს ეგ მუცელი. იმ შენი დის დამსახურება. ვაი, ნეტა შემოეღოთ ეკანონი და მე ხო გამოგაცხადებდნენ აგენტად. ხო, ამდენს რო ლაპარაკობ, ნუ ახლა შენ იცი საერთოდ რატო იღებდნენ მაგ კანონს? იცი? ვიცი. რატო იღებდნენ? რატო და ევროპისკენ სწრაფად და ღირსეული ტემპით რომ წავსულიყავით. გთხოვთ დატოვოთ ბაზრის ტერიტორია და დაიშალოთ წინააღმდეგ. შემთხვევაში გამოყენებული იქნება პროპორციული ძალა. რაო? აი, შტერო, გარბევენ. აქედანაც გიშვებენ. ხო. შეუბედურო შენ. მე კი არ მარბევენ, შენი სულელური ლაპარაკის გამო მოდიან ეთყობა და უნდა მოვიყო მეც. მიდი ახლა გაიქეცი, მიდი, შენც არ გინდობენ. ბაზრის ქალებო, გთხოვთ დატოვოთ ბაზრის ტერიტორია და დაიშალოთ წინააღმდეგ. შემთხვევაში გამოყენებული იქნება პროპორციული ძალა. მიარსა დარწავალ, მიაფჩები, აგე? მოგადგნენ, ახაც მოგადგნენ, შეუტინო. მე მომადგნენ. დაიცავე. მე ვერაფერსაც ვერ დამაგრე. აგერ ნახავ თუ არ დაგაგრებს. ვერაფერსაც ვერ დამაგრე. გამოდი, კალო აქ. ვერაფერს ვერ დამაგრე. რა უნდა მიქნა სამბოლმა? რობოკოპებში რო ვიდექი, მიჩვეული ვარ, ამის სულ თქვას. მე და ვერაფერს გაწვევდი. გამოდი, კალო, ერთმანეთს ხოცავენ, ესენი შენ ვიდაგიდო. მე აქედან არსა დარწავალ და ეს ბოლი ვერაფერს ვერ გამოდი, კალო, აქ. ვერაფერს ვერ ვის. გამოდი, კალო, ვინ დაგიდობს, ვინ ჯანდაბა ხარშე, ბაიმე, ხალი წაიქცა. გადი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.